მოგესალმებით, თევზაობ შავ ზღვაზე, ბარაბულკაზე. 1 საათი წავით ეგრე დავიჭირეთ ბარაბულკები. GoPro ჯერა ჩამირთავს და ეხლა ჩავთავ და პატარა კადრებსაც შემოგთავაზებთ. თევზაობ ახლო დისტანციაზე, წითელ ჭიაზე. პირველად ვთევზაობ ბარაბულკაზე, არა მოხს არანაირი გამოცდილება, არასოდეს არ მეთევზავია. და ნახოთ აბა რა გამომივა. იმედია გულს არ დავწყვიტავ სამხელა გზაზე ჩამოსვლები და შედეგიც იქნება. იყო ჩავიტყმა, მაგრამ არაფერი. დააჩნდა მორიგი ბარაბულკა ჩვენიერი. ზომაში დიდები არ არის, ნორმალური ზომები არის, პატარებიც არის, ჩვეულებრივი სტანდარტული ზომებიც რა. გადასაჭერად ძალიან კაი გასართობია. ცოტა კიდე დაგვიგვიანდა თევზაობა, სანამ სიტუაციაში გავარკვიეთ, სანამ ნახეთ როგორ მოდიოდა, რაზე მოდიოდა, კაი დრო გავიდა. ადრიანად ჩამოვიდით შედარებით, მაგრამ თვითონ თევზაობა საკმაოდ გვიან დავიწყეთ. საკმაოდ შედეგიანად, იმიტომ რომ კი გაჩვენეთ ნორმალურად გვყავს დაჭერილები და იმედი გვაქვს კიდე დავიჭერთ. მოდი აქ დავსვეთ შემდეგი ბარაბულკა. მოდი აქ სად მიდიხარ, შენ არ გაგშვებ ცოცხალი თავით. უნდა გადაგბარსოთ. თევზაობ ახლო დისტანციაზე, ვიყენებ 1 გრამიან სიმძიმეს ჩვეულებრივ ჩებურაშკას და სატყუარად ვიყენებ ჩვეულებრივ წითელ ჭიას. საკმაოდ აქტიურად წამოვიდა და საკმაოდ აქტიურად მუშაობს წითელი ჭია. ახლო დისტანციაზე მაქვს ჩაგდებული და ნელ გატარებაზე ვამუშავებ. ვუკეთებ ძალიან ნელ გატარებას, არანაირი წამოხდომა, ვახუხიალებ სკეზე ნელა. იყო ჩარტყმა. ოპა, მოდი აქ. ჩვენი ზომის სტავიდა. მოდი შემაშალა. საკმაოდ კარგად ვცხოვრობ, საკმაოდ კაი მოხაჩვა აქვთ. ოპა, დაждდა ისო მორიგი ბარაბულკა. კაი დარტყმა ქონდა, აი ძლიერად მოხაჩა. პატარებია, მაგრამ ისე საკმაოდ ეკაჩება, რომ რავი. როგორც გითხარით, სატყუარად ვიყენებ ჩვეულებრივ ნაკელის წითელ ჭიას. მაღაზიაში რო იყინება ჩვეულებრივ ეგეთი. გავაკეთებ ოდნავ თავი რო კონდეს, წვერის იქეთ ოდნავ რო კონდეს თავი და რავი, იდეალურად მუშაობს.
ესე იგი ერთი წამი არ ჩამდგარა ტალღები, ეს საშინელი ტალღები აქვს. ქარიც არის და ტალღებიც არის. ვიყენებ 1 გრამიან სიმძიმეს, ვიფიქრე ცოტას დავამძიმებ თქო, მაგრამ საკმაოდ კარგად მუშაობს და ამიტომ ისევ დავტოვე. თუ კი მოითხოვს საჭიროება, მერე დავამძიმებ, მაგრამ ამ ეტაპზე 1 გრამიანი იდეალურად მუშაობს. იქეთ გვერდზე საბიკი უაქვს გაჭიმული. დიდი გამოცდილება არა, მაქვს გამოცდილება კი არა, საერთოდ არა მაქვს საბიკთან თევზავები და ვსდით და აი დავსვით მოვიდი თევზი. შვენი ვარ. ვსდით საბიკზე, ნახოთ რა გამოვა. თუ კი დავიჭირეთ, პატარა კადრებსაც შემოგთავაზებთ საბიკი თევზაობის. იყო დათმა, დავსვით მორიგი თევზი. მოდი ჩემთან. შვენი ვარ. წითელი ჭია მუშაობს იდეალურად. ნემსკავი 14 ზომა, ღია ნემსკავი რა თქმა უნდა, 1 გრამიანი ჩიბურაშკა და წითელი ჭია. შვენიერი გასართობია. გვერდზე როგორც გითხარით, საბიკი მაქვს ჩადებული, გაჭიმული. რო ვაკვირდები, საკმაოდ კარგად მუშაობს. ნათესავი ყავს, იქ ნათესავს მიუჩინი ადგილი და ის ყარაულობს. მაგრამ ცოტა კადრებსაც ოღონდ ცალკე ვიდეოში შემოგთავაზებთ. აი არის დაждდა. მოდი აქ. შვენივად ეკაჩება, აი ძალიან კარგი შეგრძნება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხისტი ჯოხი მაქვს 1-დან 6 გრამამდე. ფეივორიტის ტოტემი. აი ჯოხი გრძნობს იდეალურად. როგორც გითხარით, თევზაობს კერზე ძალიან ნელი გატარებით. და ერთსო დაერტყამს ვაცლი. და ეგრევე ცოტა ხანში წამოვარტყამ. აი, დაждდა ისევ. არ უნდა ეგრევე წამოვარტყმა, დაждდა მისთანავე. დაერტყა, ოდნავ ვაცლით და ეგრევე ჯდება. ძალიან აზარტული სათევზაო ყოფილა. მე პირველად თევზაობ. მარებულზე აი დავშვით ისევ. მოდი აქ. აი ესე კარგად გრძნობს ჯოხი, ისე მაგრად ეკაჩება რომ რავი. არის დაждდა მორიგი თევზი. მოდი ჩემთან. შვენი ვარ. გავასწოროთ ჭია. გავაგზავნოთ თევზაობა. იყო ჩარტმა დაждდა მოდი აქ შვენი არის
საკმაოდ აქტიური თევზაობა გამოგვივიდა. კარგად გვასიამოვნა ბარაბულკებმა. აქეთ ჩემი ძმა თევზაობს. ორივე საკმაოდ კარგად ვიჭერთ. არც ეს არ დაწყვეტებული. აი დაჯდა ისო. მოდი აქ. შვენიერი. გაძრა. როგორც გითხარით, ვიმყოფებით ქობულეთში სანაპიროზე. საკმაოდ შედეგიანად და აქტიურად ვიჭერთ. როა დაგვიანებოდა, აი დაჯდა. მოდი აქ დავსვით ისო. არა, ძალიან აზარტულია. მე პირველად ვთევზავი ბარაბულკაზე და საკმაოდ აზარტული და შედეგიანია. ძალიან კარგი თევზაობა გამოგვივიდა. ხვალდილით კი არა, უბრალოდ ამ ღამეგვიან წავალთ სარფში და ვითევზავებთ კარჩხანაზე. აი კარჩხანაზე თევზაობა მაინც ჩემთვის ზეაზარტულია. არ მქონდა ნათევზავები, პირველად ვითევზავე, ამასინად ვიყავი. კარგი იყო. დაჯდა. დაგვიჯდა მორიგი თევზი. დაჯდა ისევ. მოდი აქ. რაც თავარია ამაში აგვიმართლა. კი არის ტალღები, მაგრამ ეგ არაფერია, მაინც ვთევზავთ და თევზს ვიჭერთ. ამას ვიყავი ჩამოსული და აი საშინელი ტალღები, წვიმა და აი არის დაჯდა ისო. მოდი აქ. დავსვით მორიგი თევზი. აი საშინელი ტალღები და ნავი. მარტო დილას კარჩხანაზე თევზაობა შევძელი და დღეს ახლა გვაცხადა თევზაობა მშვენივრად გვიანობამდე ვაპირებთ ასე 2 საათამდე ვითევზავებთ. მე ცოტა გვიან უფრო საბიქს მივაქცევ ყურადღებას, სპინინგით მომრჩები. მე როგორც გითხარით, წავალთ სარფში. თევზავთ წითელ ჭიაზე. გავიმეორებ. ერთგამიანი სატყუარა და 14 ზომა ნემსგავი ღია. ნელი გატარებით. ნაპირთან ვახოხილებთ, აი დაჯდა. საკმაოდ ძლიერ ეკაჩება, აი თითქოს კაი დიდი თევზი დაჯდაო. ეგრე ეკაჩება. მაგრამ გაძრა. არანაირი წამოხტომა, ნელ-ნელა, აი დაჯდა. მოდი ჩემთან. მშვენიერი აზარტული დასაჭერია, აი ძალიან. არანაირი წამოხტომა, ძალიან ნელა, ვახოხიალებთ ფსკერზე. ჩაიტყმისას ეგრევე არ ვიღებთ. ოდნავ ვაცლით და ეგრევე წამოწმას უკეთებთ. წამოწმის გარეშე ზდება ხოლმე. უფრო მძიმე სატყუარად შეიძლება 2-3 გრამიანიც.
არის შემთხვევა, როცა შორს გადის თევზი და 4 ღამიანებზეც თევზავება დაჯდა ჩვენი თევზი. თევზაობის მუღამს რა უთხარი მე, თორე თბილისიდან ვართ ჩამოსულები ამ ხელაგზაზე. სამტრედიაში ვიყავით რაღაც პატარა საქმეზე და მე რახან აქეთ მოდიოდით. წამოვედით ეგრევე ქობულეთში და მივდივართ სარფში. აი დაჯდა ჩვენი თევზი, ჩვენიერი. და ამ ხელაგზე გამოვიარეთ. დილას ვითევზავებთ კაჩხანაზე, სარფში და წავალთ ისევე თბილისში. თევზაობის მოყვარული ხალხი კი მიხვდება აზარს. იყო ჩართმა დაჯდა მორიგი თევზი. არა პირველად ვიყავი წამოსული და აი ძალიან მაგარი დასაჭერი ყოფილა და ნან უფრო ამდენი ხანია წლებია ვთევზავ და ამდენი ხანი ბარაბულგაზე არ მითევზავია და ჩამოვედი ის რომ თითქმის უკვე სეზონი გადის. მე როგორც ვიცი ხა დიდად მაგის სეზონში ვერ ვერკვევი, მაგრამ როგორც მითხესო გადის უკვე ბარაბულგაო და არ ვიცი შეიძლება ეს გადის შეჯერებით, მაგრამ ვერ გეტყვი. დაჯდა მომდევნო თევზი ისევ ჩვენიერი. ესაც ჩემი ნადავლი, ეს არის რაც დღეს ამ საღამოს პენილი დავიჭირე პირველ მცდელობას. ჩვენიერია კმაყოფილი ვარ, ალბათ ვებით.